გამარჯობა. დავამზადეთ სამზარეულოს ნაწილის გაჩვენებთ გამოსაწევი მაგიდა გვაქვს დამზადებული, რომელიც რო გამოდის და უკვე დამატებითი სამუშაო დაფა გვიჩნდება სამზარეულოში და აგიხსნით ახლა როგორ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ნახე? ჯერ გაჩვენებთ ეს გამოდის აი ასე ტრიალდება. და ეს არის უკვე დამატებითი სამუშაო დაფა, თუ ისე პატარა დამერწმუნებით. შემდეგ ისევ დავატრიალებთ. და ჰოპ, შედის. ნახე, ხა მოდი ახლოდან ვაჩვენოთ, აი რა როგორ და რა სისტემაზე მუშაობს და რა ფუნქციით მუშაობს ეს ყველაფერი. ანუ პირველ რიგში ეს ხო შედის ბოლო. საჭიროა რომ ეს თუ წინ არ გამოვიდა, ეგრევე დატრიალებას ვერ გავაკეთებ, რა. ეხლა წინ გამოსვლაზე რა არის პასუხისმგებელი? აქ ჩვენ გვაქვს დამაგრებული უჩინარსალასკაზე, რამაც ეს მაგიდა წინ უნდა გამოსწიოს, რომ შემდგომში უკვე დატრიალების საშუალება მომეცეს. და დატრიალება, ნახე საიდან ხდება, მოდი ეს ვაჩვენოთ. და აი ამ დაფაზე გვაქვს დამაგრებული სატრიალო მექანიზმი. უყურე? გამოვიდა, დატრიალდა. ეხლა ნახე რა შემჭირდება გამოსვლა. აი ამ კუთხეს დავაკვირდეთ. ეს თუ არ გამოვიდა, ნახე, აი პირდაპირ აი ვცდილობ დავატრიალო, ვერ დავატრიალებ რა, იმიტომ რომ კუთხის გრადუსი არ მექნება. რო გამოვედი წინ, მე უკვე დავტრიალდი რა. აი ეს ნუ პრინციპში აი რა თემაა და რატო დავიწყეთ ახლა ჩვენ YouTube-ზე ამ ვიდეოების დადება. ეს მე ვნახე, ეს დეტალი ვნახე YouTube-ში უცხოურ არხებზე და იქიდან გამოვიყენე, გადამოვიტანე ცოტა რაღაცები მივუმატეთ, გამოვაკეთეთ და გამოვიყვანეთ ესეთი მაგიდა და ესეთი რაღაცა და ამიტომაც ვცდილობთ რომ ეს კონტენტი ვაკეთოთ რა და გამოგვიწერეთ. გავაგრძელოთ, ანუ ეხლა გამოსვლაზე და დატრიალებაზე კიდე საჭიროა გორგოლაჭები, რომელიც უნდა ტრიალებდეს აუცილებლად რა, ისე დაფიქსირებული არ უნდა იყოს. ეს ეხლა ეს გვერდი ჯერ დახურული არა გვაქვს იმის გამო რომ გვეჩვენებინა, თორე ეს ბორბლები საერთოდ არ გამოჩნდება, ისე დაიხურა. და ეს ეხმარება უკვე ამას აი ესე თავისუფლად მოძრაობაში რა, დამერწმუნებით რამდენად თავისუფლად დადის. ეხლა ბევრს ქონია ხოლმე კითხვა რომ ესეთ რაღაც გაკეთებას შეგიძლიათ, შეძლებთ გააკეთებთ ნებისმიერი რამე, რასაც კი კლიენტი მოინდომებს, მოხმარებელი მოინდომებს, არ არსებობს რა პრობლემა გადაუჭრელი, მთავარია რომ ჩვენც გვინდოდეს გულთან ახლოს მივიტანოთ და კეთდება რა, ყველაფერი კეთდება. უნდა გვიღირდეს კიდევაც რა, იმიტომ ეხლა გეტყვით ღამის 3 საათია თუ არა ვწდები. ღამის 3 საათი და ეხლა დავასრულეთ ამაზე მუშაობა. და რატო დავასრულეთ ღამის 3 საათზე? იმიტომ რომ ამას გარკვეული ყურადღების კონცენტრაცია სჭირდებოდა დღისით. ამის საშუალებას არ გვაძლევენ ადამიანები, არც თანამშრომლები გვაძლევენ ამ ყველაფრის საშუალებას და არის ერთი ამბავი და მე საღამოთი რომ ჩაუჯდებით ხოლმე მე და მიშა რაღაც თემას ხვდავთ ხოლმე და მოიხოდა რა, დალაგდა ბოლომდე სიტუაცია, შევიდა, გამოვიდა და დაარწმუნებული ვარ ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იქნება, შეკვეთა ვისიც არის, თუ არ იქნება კმაყოფილები, არა უშავს, ჩვენ კმაყოფილები ვარ ჩვენი ნამუშევრით და ეგ არის რა. მადლობა ყურადღებისთვის.